გადაცემის სპონსორია მიტარბი. მიტარბის საეროვანი მინერალების დახმარებით შეგვიძლია შევცვალოთ ერთფეროვნება და გავხალისდეთ. მიტარბი, შეინარჩუნე ხალისი. აბრუნდეთ თბილისში, დიდ საკონცერტო დარბაზში. მომდევნო ლევან ლობჟანიძეა, რომელიც ნიჭიერში მსოფლიო რეკორდის დასამყარებლად მოვიდა. დღეს ღერძზე უნდა ავიწიო ერთი ხელით და უნდა მოვხსნა მსოფლიო რეკორდი. ბოლო მსოფლიო რეკორდსმენი არის ბულგარელი გაიდარჯიევი და აიწია 17-ჯერ და დაისვენა 3-ჯერ. წუთი არის დრო. მე დაგჭირდება თქვენი დახმარება. ჩვენი რაში? იმაში რომ ანუ წამზომი რო ჩამერთოთ დრო და რო დამიხვალოთ. იმედი მაქვს რომ მოვხსნი ამ მსოფლიო რეკორდს. შენ მაშინ დაუთვლი, მე წამზომი შენ ხარი წამზომი ჩართოს, როდის ჩართოს? ან ჩამოვეკიდებ თუ რა დავიწყებ რა წევას უკეთ გასაგები, ჩავ. წამოგაწევ გზაში რა ძმა. ამაზე კაი რა უნდა გავაკეთო რომ ჩემი ქვეყანა ცხოვრსახებო და ჩემი თავი. გამარჯობა, მოგესალმებით. აბა წარმოგვიდგინეთ თქვენი თავი. ლევან ლობჟანიძე თბილისიდან. დღეს უნდა გავაკეთო ან ტურიგზე უნდა ავიწიო ღერძზე ერთი ხელით უნდა მოხსნა მსოფლიო რეკორდი. ეხლა ჩვენ თავი. აბა, რეკორდი უნდა თავარია. უნდა სწორედ ჩართოს. აბა, გაგიზდი, კარგად, მიდი, შენ დაუთვლი. მსოფლიო რეკორდი არის 17. წუთი არის დრო და ბულგარელმა ვინც მოხსნა 3-ჯერ დაისვენა. მე შევეცდები რომ ერთი დასვენებით 17-ზე მეტი ავიწიო და მოხსნა ეს მსოფლიო რეკორდი. აბა, გისურვებ წარმატებით. აბა 1 2 3 4 5 6 7 8 მოკიდო აქნები. აბა რა ძალიან მაგარი ადამიანი ხარ, გენაცვალეთ. მაგრამ ეხლა ცოტა რაღაც უნდა ვიკითხო. შემდეგ ტურში რას იზამთ? შემდეგ თუ სურპრიზად დავტოვებ თუ გადავედი. რას ბოდო? სურპრიზად დაგიტოვებთ თუ გადავედი. მაშინ მე თქვენ ხარებოა ჩვენ ბატონო. ლევან, მართლაც თუ შენ დღეს აქ მოხსენი მსოფლიო რეკორდი, ჩვენ ვარ ძალიან დიდი ამბავის მომსწრე, ახლა სულიად ეს საზოგადოება, რომელიც აქ იმყოფებოდა, მე მგონია შენთვის საკმარისი არ უნდა იყოს? კი, რა თქმა უნდა. ხო და საქმე ხო გააკეთე რაც გინდოდა. ხო და მეტი რაღა გინდა? შარშა ხო იძახი თქვენ ნიჭიერის ჯიურიში. ია, მეტი რა გინდა? აი მე მგონი რეკორდსმენებს უარს არ ეუბნებიან მეორე ტურში გადასვლაზე, რა ვიცი, მე ეგრე მგონია. მადლობა. მე მგონი 4 კი გაქვს, მე კის გეუბნებით. 4 კი გაქვს და თქვენ გადახდით შემდეგ. არ ვიცი, ბულგარელი რა დღეშია ეხლა, მე ძალიან ბებიერი ვარ. ის ბულგარულად წიწაკა. მოკლედ, რა არ უნახავს ამ სცენას და აი, ბოლო კასტინგზე საამაყო ამბავი მოხდა. წარმოდები, აბა მეორე ტურში გელოდები. აბა გელოდები. yes, გადავედი. სოფლიო რეკორდიც დამყარდა.